მეათე საუკუნეში შექმნილ ტექსტებში გარდა ანდრიასი და ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ არსებული ვერსიებისა გვხვდება კიდევ ერთი ვერსია, რომელიც მირიან მეფის მიერ არის მოქცეული ქართლი. ის წარმოადგენს კლარჯულ მრავალთავში შემავალ საკითხავს აღმართება იპატიოსნისა და ჯვრის აიმცხეთას, რომელიც მოსდევს იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენის საკითხავის შემდგომ ეტაპს, ასე რომ ვთქვათ, და ეს ძალიან საინტერესო ტექსტი, როგორც უკვე აღინიშნა, შესული არის კლარჯულ მრავალთავში. მთელი ტექსტის იდეა მიუხედავად სიმცირისა წარმოადგენს მირიან მეფის მიერ ქართლის გაქრისტიანებას კონსტანტინე დიდთან აუდიენციის შედეგად. მოვლენები თითქმის ანალოგიურად ვითარდება, რაც ნინოს შემთხვევაში, გარდა იმ სხვაობისა, რომ ნინო აქ არსად არ არის ნახსენები. ანუ, როდესაც იწერება ესეთი ტექსტი, ეს გულისხმობს იმას, რომ იგნორირებული არის ნინოს კულტი. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ქონიყო ჩვენს წინა ვიდეოებში ნათქვამი დიოფიზიტობის და მონოფიზიტობის შესახებ არსებული დიატრიბა კავკასიაში, ან როგორც ქალის უარყოფა, იმიტომ რომ ქალს როგორ შეიძლებოდა მოიქცია ქართლია ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეული კავკასიაში. ძალიან საინტერესო არის მირიან მეფის მიერ საქართველოს მოქცევის ეს საკითხავი, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში თან თუ დავაკვირდებით, შატბერდურ კრებული ასევე ტაო-კლარჯეთის სივრცეში იქნება, დღევანდელი გააზრებით, ხოლო იგივე ტექსტი კლარჯული მრავალთავი ასე ეწოდება, ისიც ტაო-კლარჯეთის სივრცეში იქნება. ანუ ერთ რეგიონში არის ორი სხვადასხვა ვერსია. აი ამ ტექსტს კითხულობდნენ ეკლესიებში, ამ ტექსტს აცნობდნენ ხალხს და საკმაოდ პოპულარულიც იყო. ხელნაწერებიც ამას მიუთითებს, მისი რაოდენობაც და საინტერესო არის იმით, რომ აქ თელ დატვირთვას ნინოს ფუნქციის დატვირთვას ასრულებს ჯვარი და ჯვრის ცხოველმყოფელობა. ისი არის ეს ეპიზოდი აღწერილი, რომ აქ საუბარი არის ცხეთის ჯვარზე და ანუ სვეტიცხოვლის დატვირთვას იძენს ცხეთის ჯვრის მონასტერი. ეს ძალიან საკრალური ადგილი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ეპისტოლეთა წიგნში ისევე როგორც კალანკატუალის ალბანთა ქვეყნის ისტორიაში ჯვრის მონასტერზე არის ძალიან დიდი ხაზგასმა, იმიტომ რომ დვინის კრების შემდგომ სომხებსა და ალბანელებს აეკრძალათ ჯვრის მოლოცვა, არც მოილოცოთ მათი ჯვრის მონასტერი და ეს კიდევ ერთი ცალკე სამშველო თემა არის, თუ რატო იყო კავკასიაში ჯვრის მონასტრის კულტი ასე აყვანილი, ის ხომ არ ატარებდა სვეტიცხოვლის დატვირთვას და მოგვიანებით შეიძინა დღეის მდგომარეობით რაც სვეტიცხოველი ვიცით, რომელიც შენობაც იმან აი ეს საკრალური დატვირთვა, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სვეტიცხოვლის მონასტერი აი ეს ტაძარი დღეს რაც დგას, გვიანდელი არის მე-11 საუკუნეში მიეცა ის სახე, რა სახეც იყო. კი, ტექსტებში არის ამის შესახებ საუბარი, მაგრამ მე-8 საუკუნეს ეს ტექსტები არ ცდება. სავარაუდოდ ამის რეკონსტრუქცია კიდევ უნდა მომხდარიყო მე-7 საუკუნეში, როდესაც
კავკასიური ქრისტიანული ერთობა დაიშალა და დაიწყეს ინდივიდუალური მეხსიერებების შექმნა. მაგალითად, კალანკატუალი წერს, რომ კი სომხებმა მიიღეს გრიგოლ პართელის სარწმუნოება, მაგრამ ჩვენ სომხებზე გაცილებით ადრე მივიღეთ ეს სარწმუნოება და ეს ტექსტი დაიწერა მე-8 საუკუნეში. გარკვეულ რეკონსტრუქციებს აქვს ადგილი, იმიტომ რომ ყველანი საკუთარ იდენტობას ეძებენ, თუმცა ალბანელებს ალბანთა ქვეყნის გააზრებას ეს კონცეფცია დაეკარგა, იმიტომ რომ პირველ რიგში ენა დაკარგეს მათ. და ისიც ჩვენი მეცნიერების შემწეობით მოხდა ამ თუნდაც ალბანის აღმოჩენა, ისევე როგორც ტექსტების აღმოჩენაც. რაც შეეხება მირიან მეფის მიერ საქართველოს გაქრისტიანებას, ეს ტექსტი გამოხატავს ერთის მხრივ აი ამ მოვლენის არს, მეორეს მხრივ ასევე ძველ მეხსიერებას, რა თქმა უნდა, ეს იმ დროს ვერ გაჩნდებოდა, რომ ვინმეს გულიდან დათქვამი სიტყვა იყო, ხო? ეს იყო ლიტურგიკული ტექსტი, რომელიც იწერებოდა ტრადიციებზე დაყრდნობით, ხომ? ესე იგი, ადრეც არსებობდა ეს იდეა, რომელიც უბრალოდ გაქრა და ჩაყლაპა აი ამ ნინოს მიერ ამ უცნობი ღმერთი, უცნობი უბრალოდ მონაქალის მიერ მოქცეულმა ტექსტებმა. რა თქმა უნდა, ეხლა ამაზე შემოდავება შეიძლება, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ეს ტექსტი არსებობს. მისი გამომცემელიც კი არ რეფლექსირებს ამ ტექსტზე, ისიც გამომთამილე მგალობლიშვილი არის, თუ არ ვცდები გამომცემელი, წინა სიტყვაშიც კი საუბრობს შატბერდულ ვერსიაზე მოქცევა იქართილსაის და არა კლარჯულ მრავალთავში შეტანილ აი ამ ტექსტზე. ამ ტექსტის შინაარსის იგნორირება ამ ტექსტში უბრალოდ გამოკვლევაში იგნორირებული არის აბსოლუტურად და ესეც საგულისხმო მომენტი არის, თუმცა ფაქტია ის, რომ ნინოს პიროვნების იგნორირების სახე გვაქვს აი ამ ტექსტის მიხედვით, ამ მართლა ძალიან საინტერესო ტექსტის მიერ, ტექსტის სახით მოწოდებული დღევანდელ დღემდე. Adult.